დავასუფთავოთ მსოფლიო კამპანიაში, რომელსაც საქართველოს შეუერთდა მონაწილეობას 135 ქვეყანა იღებს და ყოველი წლის სექტემბერში იმართება. აქციაში ჩაერთო დღეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სხვიტორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმაც მიიღეს. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ჩიხის თემის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებიც. მათ სოფელ სხვიტორში გზის და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის აქციების ჩატარება მნიშვნელოვანია და მას უფრო ხშირი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ჩვენ შევუერთდით ამ აქციას და ვცდილობთ დავასუფთავოთ, გავალამაზოთ ჩვენი რაიონი, ჩვენი ტერიტორიები და ალბათ ხვალაც ზეგაც გაგრძელდება ეს აქციები, მისასალმებელია. ეს მართალია საერთაშორისო დღეა, მაგრამ ჩვენ ისედაც ვაწყობთ ხოლმე ჩვენი ძალებით, ჩვენი ინიციატივით, სხვა დროსაც გამოდივართ, ვასუფთავებთ. მინდა რომ სუფთა და ლამაზ გარემოში ვიცხოვროთ. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მუნიციპალიტეტის გამგეობა დღევანდელ აქციამდე ხშირად აკეთებს ასეთ აქციებს და ერთობლივად ასუფთავებს მუნიციპალიტეტის ამა თუ იმ ტერიტორიას. დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვიტა რომ გამოსულიყავით სოფელ ჩიხის თემში და კონკრეტულად სოფელ სხვიტორში და დაგვისუფთავებია არსებული ეს სკვერი. ჩართულობა დიდია ყოველთვის და ვიმედოვნებ რომ მომავალშიდაც მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა ერთობლივად ხშირად მიიღებს ამ აქციებში მონაწილეობას. ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ვარ. დღეს არის მსოფლიო დასუფთავების დღე და დიდი სიხარულით ჩემი თანამშრომლებიანა მოვედი სოფელ სხვიტორში, რათა დავასუფთავოთ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმთან მიმავალი ქუჩა. სვიტორის საჯარო სკოლაში ყოველწლიურად ტარდება დასუფთავების აქცია და მით უმეტეს დღევანდელ დღესთან მიმართებაში, როდესაც მთელი ორგანიზებით, თითოეული ჩვენგანი მასწავლებლები, თქვენ წარმოგიდგენთ მშობლებიც კი მთელი ორგანიზებით ამ საქმესთან მიმართებაში ვიყავით ჩამოყალიბებული, აქტიური ჩართულობა იქნა გამოხატული, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, გამონაწილდით დაიყო ზონებად ყოველივე და ჩიხურის პირა მდებარე ტერიტორიაზე დაწყებული ხიდიდან ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზებოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ჩათვლით ჩვენი ბავშვების პატაცკინტელა ხელებით იქნა დღევანდელი საქმე გაკეთებული. დავასუფთავებთ, იმიტომ რომ ბუნება ჩვენი გარემო და ჩვენი სახლია და ბუნების დაცვა და დასუფთავება ყველა ადამიანის და მოქალაქის ვალდებულება. ასე რომ ეს წარმატებით ჩატარებული აქცია კიდევ გაგრძელდება წლების მანძილზე.